გამარჯობათ. საღამო მშვიდობის. ლაივში ვიყავი წეგან. მე რაღაცა ინტერნეტი ჭედავდა და გავთიშე ის ვიდეო მე მგონი რომ დაიდო ლაივის ვიდეო არ მახსოვს, არ ვიცი, არ მინახია. ხო და ვეღარ ჩავთერ, არ ვიცი რა, სავარაუდოდ Wi-Fi-ის ბრალი არ იყო, YouTube-ის ბრალი იყო, ნინო ფეხი არ გაარტყა ნორმალურად დაჯექი. ხო და ვერ მივხვდი რა იყო და ვთქვი და ჩავწერ ვიდეოს, მაინც თქვენთან ერთად არ გამოვა, ნახვა, თქვენთან ერთად ყოფნა არ გამოვა. ვაზია რა ვარსად. რაღაცები შეცვალეს რა. აი, გამოჩნდა. ლაივი გამოჩნდა, ჩაურთათ კომენტარები და ასე შემდეგ. და გავაგრძელოთ ჩვენი ერთად მოვისვის აღებავიანი ხელი, მე ყავისფერი არა ვარ. ეხლა ვფიქრობ, რომ არ ვიცი რამდენად ჩანს თქვენთან როგორი შუქია, მაგრამ აქეთ მხარეს რაღაცა დაბალი შუქია და მე მგონი რომ ჩემს სანათს მოვიშველიებ და ჩემს სანათზე რამდენი ვიდეო საქვს წითელი რა ქვია ხაზი ანუ დოლარს აქვს წითელი ხაზი, ეგ ივის ბრალია, რომ გაუქმებულია და მოდი და მე ეგ მოკლედ. აუ, ეხლა თან ლაივი რომ უნდა ლაივი რომ ვაპირებდი წესით მეორე ლაივი ჩამერთა. და თქვენთან ერთად მოვსულიყავი. ამოვიგდო და რო ვერ მოველი, მე შევყევი რაღაცების ყურებას და ეგ მინდოდა რომ მეც მეთქვა ისე სხვათა შორის და გამახსენდა რა. გამახსენდა რომ ეგ მაგ თემაზე არ მისაუბრია. გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ რომ რა ქვია ჰოლივუდის ამბები, გახსოვთ? აი ბიონსე და რამე რუმები, ხო გახსოვთ? გახსოვებათ, კაც როგორ არ გახსოვებათ მთელი რამის არჩევნების ის რო გადაფარა. აი მაგაზე გეუბნებით. თემა რო გადაფარა, ანუ აი ის რო იყო ბიონსე და თავისი ქმარი და მოკლედ ბავშვებზე ძალადობა სექსუალურად და ნარკოტიკები და რაღაცები. გახსოვებათ, არ არსებობს ისეთი ამბები იყო. ის ქმარიც დაიჭირეს და მოკლედ რა მთელი ამბები მოკლედ დაინგრა ჩვენი ბავშვობის მომღერალ მსახიობების ის მარტო მომღერლები არა მსახიობებიც ხო იყვნენ გარეულების საკმაოდ ცნობილები და მე ძალიან გამიხარდა რომ აი რომლებიც ძალიან მიყოთ მე ჩამოთვალეს სახელები სია გამოქვეყნდა რომელებმაც იცოდნენ ამის შესახებ და ხმა არ მოიღეს და გამოქვეყნდა კიდე იმისია, ვინც მონაწილეობდნენ, ვინც არ მონაწილეობდნენ აი უმსგავსობაში და იმ პერიოდში ძალიან მაგრად გამიხარდა, რომ არ მონაწილეობდნენ რომლებიც მიყვარდა ბავშვობიდან მსახიობები, ეს იყო ჯეკი ჩანი, რიჩარდ გირი, მელ გიბსონიც არ მონაწილეობდა ეგეთ საზიზღრობებში. კიდე კიანო რივზი ხო, მე მგონი მატრიცაში რომ მონაწილეობს სწორად ვთქვი. და ჩამონათვალი მოკლედ რა, რომელი მსახიობებიც მომწონს. გამიხარდა. როიტყვიად ჟარგონულად გამისწორდა, რომ ანუ ჩემი სიმპათიები არ დავკარგე მაგათ გამო. ხო და მგონია, ანუ მაშინ დაიჭირეს რა, რომ ეს ბიონსეს ქმარი და მთელი ამბები და რაღაცა მე მგონი ბიონსეც უნდა მიეყოლებინათ და უცბად რო გგონია, რომ ისევ ახალი ინფორმაცია დაიდება, უცბად აღმოჩნდა, რომ გაჩერდნენ. ანუ მაგაზე ინფორმაცია რა ქვია, არ დადებულა რა. აღარ დადებულა, უცბად გაჩერდნენ რა და რა ვიცი, ხო იცი ხოლმე გამოძიებიდან გამომდინარე და ესეთი რაღაცა, ხო და
მოკლედ დღეს ხვალობით ისე მაგრად მაინტერესებდა რა ხდებოდა რა მაგ თემებთან დაკავშირებით და რამდენიმე დღის წინ ტელევიზორში აი ეს კულტურის ის რო გადის ხოლმე რა ქვია ხო იცი სპორტი და ძირითადი ინფორმაციების მერე ბოლოს რო კულტურა გადის ხოლმე რომელიღაც არხზე მოკლედ ჰოლივუდშიო გრემის დაჯილდოება გაიმართაო და ყურები ვცხვიტე იმიტომ რომ ეს გრემის დაჯილდოებაზე აი ვინც იმარჯვებდა ბიონსეს რომ მადლობას უხდიდნენ იმიტომ რომ ეშინოდათ რომ გავიდოდნენ გარეთ არ მოეკლათ იმიტომ რომ იმან გაიმარჯვა და მოკლედ თელი მაფია ხო იყო გეხსოვებათ და ყურები ვცხვიტე რა გრემი რა გრემი ან ვიღა უყურებს მაგას ან ვიღას ჯერა მაგის იმიტომ რომ ჩვეულებრივ გაყიდული რაღაცა და გაიმარჯვა ბიონსე მოდა ჯერას აი ჯერ რაღაცა რო გეგონა რომ რაღაცა გრემი იყო რაღაცა მაღალი რაღაცა წელს თუ გაუფასურდა რა და მით უმეტეს ახლა და ბიონსეს სახე ვაიმე აი ის რო ხო იცი ხელი რომ უნდა სთხოვონ და ყველაფერი რო იციან და მე რა დაწყები ახლა რაღაცა პანიკებში ვარ აი ზუსტად ეგ გააკეთა ბიონსემ არ ელოდებოდა და სახტად დავრჩი როდესაც გვერდზე ქმარი ეჭდა მარტო მე მეგონა ეგენ ციხეში და მარტო მე ვიყავი ბედნიერი რომ დაისაჯნენ მეთქი აი მე კიდე ერთი დასტური მისხალხნო და ერთ წუთის სწორხას გავაკეთებ თორე იმოდენაც გავგანებ რომ ტალღას გავაკეთებ სწორხას კი არა ერთი დასტურია კიდე იმის რომ თუ ფული გა კაცი ხარ არა და ქარა ხარ არც ქალი იმიტომ რომ ფული ჯოჯოხეთს არათებს როგორც გაგიგონია და ამოვიდრე კაკრას ამოვიდრე ჯოჯოხეთს როგორ შეიძლება აი როგორ შეიძლება რაღაცა ხო უნდა იჯებოდეს არა რაღაცა ხო უნდა სტკიოდეთ რაღაცა ხო უნდა განიცდიდნენ რომ იქარეს არ ვიცი ანუ ქალს ამგონია რომ ისჯებიან მეთქი და მიხარია რომ ანუ როგორც იქნა მეთქი და როგორც იქნა ისჯებიან რა ისჯებიან არა ხო ნახეთ როგორ გამოიკვეთა კიბის ზოლები და ეხა მარტო ჯერ ამას გავაკეთებ და მე ამას ვაკეთებ ძალიან აი რიტყვიან ფუნჯის ერთი ღერით რომ ძალიან გამოკვეთილად აი კონტურული ნახატი ბავშვური ნახატი არ გამოვიდეს მაგრამ აუცილებლად უნდა თქვენც დაინახავთ როგორ გამოიკვეთება კიბის ფაქტური მოკლედ დღეს არის ამისი დღე რა მეგონა რომ დღეს სავარაუდოდ იმ ორ ნახატსაც გავაკეთებდი რა სიძახი გალო იმ ნახატს 6 საათი მოუნდი და 3 ნახატის დახატვა მინდოდა ერთ დღეში ჯერ ერთი არ მოვჩენილა ამას სავარაუდოდ ამაღა მოვჩები ანუ ამას თუ არ მოვჩები ხელს არ ვუშვებ ნახეთ ეხლა ახლოდან განახეთ ანუ ეს არის აქეთა მხარე ანუ მე რაღაცას ვაკეთებ ხოლმე და თუ ერთი ხელ დავანებე თავი და ვთქვი რომ აი ხვალანზე გავაკეთებ მეთქი ესე იგი ის ნახატი საერთოდ და ზოგადად ის რაღაცა საერთოდ არ მინდა გაკეთება იმიტომ რომ ერთ სულ მაგ დავამთავრო იმიტომ რომ რამდენი იმიტომ იყო მაინტერესებს როგორი გამოვა და მიხარია ის ეტყობა არ მიხარია რაღაცას რო ვაკეთებ თავს და იმას ხელში აღარ ვიღებ არასოდეს ვიღებ და ვაგდებ შეიძლება კვირის მერე და თვეების მერე ასე რომ ამისი თავის დანებება არ შეიძლება რაღაცა მომენტებში ვანებებ ხოლმე თავს როდესაც ან საჭმელი გავაკეთე წეღან და ვიქალე და რაღაც თან მე ხო ამ სიტუაციაში არ ვხატო ხო ეხლა მაგალითად წელი მეტკინა მე არ ვერ ვარ მიჩვეული რა ესე არ შემიძლია ძალიან ვიდეოებში ვხატავ უნდა ესე წელი მეტკინა მე ვიდეოს ხოლმე ესე მდგომარეობაში და ეხლა ესე რომ დევს
და თუ მეტად წყლიანია, წარმოიდგინეთ, აი ხო და წყლიან ფუნს დაადება, გამორბის ქვემოთ. ხო, მაგის იმასაც ვამუღამებ ნელ-ნელა. ვარ გამიქცეს. ხვალე ესენი როგორც კი გაიქცევიან სკოლაში, ჩვენ გავიქცევით სამგორში. ლაკი უნდა ვიყიდო და წებოები. ეგ არის ზუსტად 15 წუთი, სავარაუდოდ იგივე მარშრუტს უნდა გამოვყვეთ. ზუსტად 15 წუთის საქმე. 1-4 წებო უნდა ვიყიდო. ვაიმე, გუშინ დომინოში სხვათა შორის ბიჭები ვათვალიერდნენ სანამ ედათეოც აი მყვავილებს ვათვალიერებდით, მოხვდით შპალიერებში და ეგეც სარემონტო რაღაცებში და უცბად დამკრა თავში რა, რომ მოდი აქ ვიყიდი მეთქი ლაკსაც და წებოსაც რა უნდა. მაგის მეტი რა. რა საუბრ ხალხნო? მე რო სამგორში ვაძლევ წებიმაში ლაკში 15-დან 20 ლარამდე დაახლოებით რა, იმასე ვაძლევ ხოლმე. 30 ლარზე ნაკლები ლაკი არისო. ის რაც მე მინდოდა, თორე ისე რაღაცები იყო. და წებოები კიდე. რატო ეგეთი სიძვირი არ მესმის რა? გამოგდა ნეტად თქვენი თვალით აქავრობა? გამოიკვეთა მეტად კიბე? თითქოს ყველაფერი, მაგრამ რამხელა ცვლილება ვინახეთ. ამაცა და ამას შორის. წეღალა ის როგორ თქვით რა კაი ისა გაქო ფონიო, მართლა რა მაგარი ფონია, ესე რატო არ ვიღებ ხოლმე ესე და რაღაცა გამოგბრუნული კედლებთან ვიღებ ხოლმე. ჩემი ლამაზები. ჩემი ლამაზი ყვავილი. ჩემი თუთა უნდა გაყვავდეს ხალხნო. თუთას ვეძახი თუთა არ არის, მაგრამ აი გაგპაწეწინა რაღაცა და მე მგონი რომ საყვავილია და არ არის ფოთოლი და იმედია ფოთოლი არ არის და საყვავილია. თან თოყოლობა. წელს არ გამაქვს არც ერთი ყვავილი გარეთ. ზაფხულში. ჯერ ის რომ იმტვერება, მემტვერება და მებუნგლება. მერე ის რომ დავდივარ გიჟივით და დამაგწინ დაუკარო იქნებ ზოგს მზე არ უყარს და ზოგს მთვარე. მერე ერთი დღე რომ უყარს, მეორე დღე არ უყარს და აღარ მაქვს ხოლმე ისა რა, ეს გაიქე გამოი. შვენი რათა გძნობენ თავს. მზეც არის, ზეც იქნება, ჭრილიც იქნება და სიგრილეც. ასე რომ დავიღალე ეს გაიტა გაზიდე გამოზიდე. თუ რა ხა კონკრეტულად რომელიმეს გავიტან შეიძლება აი რომელსაც მზე უყარს და საფუე კაქტუსები მაგალითად. გუშინ დომინოში კაქტუსებიც იყო იაფად სხვათა შორის, მაგრამ ადრე იყო რომ ერთადერთი მცენარე რომელიც მიყვარდა იყო კაქტუსი. ეხაც მომწონს აი ეს უბრალოდ მრგვალი კაქტუსი როა ეგ. ხო და მე რაღაცნაირად დავიწყე კაქტუსების თვითონ მოგროვება და ეხლა აღმოვაჩინე და დავფიქრდი უბრალოდ კაქტუსები აღარ მიყვარს. და ის სხვა ოთახის პატარა ყვავილები კი ერთი ფილმი ჩავთე წეღა. თან ვუყურებ მეთქი და თან დავხატავ, მაგრამ ვერა სხვათა შორის. ან ისეთი ფილმი იყო, რომ სულ უნდა გეყურებინათ, ეხლა სულ ხო ვერ უყურებ, მაგრამ რისთვის ჩავთე თუ ეს არ დავხატე რა. და დავიგრუზე და გამოვთე ისეთ რომ ვერც ამას ვაქცევდი ყურადღებას და ვერცი. ინო რომელი საათი? ვაი მე 9 დაიწყო ხახრო. ეს იცი რომელი საათზე? 12 საათზე მაგ დილას დაწყებული. არა ვხატავს თუ ეხლა რაღაცა სანამ გაშრებოდა, ჩავდიოდი რაღაცას ვაკეთებდი, ამოდიოდი გავაგრძელებდი, მაგრამ ხიანობაში რა. იცოდეთ რომ ძალიან დიდი ფუფუნება არის, როდესაც კონკრეტულად ადამიანი რომელიც რაღაცას აკეთებს, ანუ იჯდეს და მარტო ეს აკეთოს, არის აი ძალიან დიდი ფუფუნება. მე ვფიქრობ რომ მართლა მასია.
და ცუდია რომ ეგ სიტუაცია არ არის და აი მაგალითად თელ დღე მაგალითად სიამოვნებით ვიჯდებოდი აქ არ ჩავიდოდი არ გავაკეთებდი საჭველს არ დავრეცხავდი სარეთს არ დავაუთოებდი კი იმასე ვიზავდი ეს უნდა მოვირგო ეს რა ქვია მას მოლბერტი ჩემს ზომაზე უნდა დავაყენო ან ჩემს იმაზე როგორ იცი სავარაუდოდ ამას ავწევ და მუხლებზე დავიდე ხოიცადეთ 1 წუთი ეხლა განახეთ რას ვგულისხმობ იმიტომ ეს არ შემიძლია ხალხნო ხა ნახეთ აბა ასწიე ეს ხო ბოლოდია იდეა გადავტეხა ეს აღარ იწევა მეტი უნდა იწიოს ეს წამი უკაცრავად ნახაც ჩამოვაბრძანებ ამისინება გაჩაჭხედა აჰა ეს დავიდე აი ესე რა დავიტანჭი ხალხო მართლა დავიღალე ისე მოგოხო მოლბერტი ჩემებურად კაცო ზოგადად აი ეს მოდაზე და ეგეთ რაღაცებზე რო ლაპარაკობენ ხოლმე მოდა არის შენი ის რაც შენ გინდა რაც შენ გაწყობს რაც შენ გაცვია რაც შენ გიხდება და რაც შენ მოიხდეთ მე რა ვიცი კაცო მოლბერტს როგორ აკეთებენ და ცოტა ცახცახებს მაგრამ ის ახცახს არა უშო მე ესე მოვირგე მოლბერტი მუხლებზე ვიდეო ეხლა აქედა მხარე დაგუჭა აქედა მოვჭით სხვადასხვა იმ სურათზე დევს უნდა განახოთ ის სურათი და მე ბოლოშიც განახებთ იმ სურათზე ამ კიბეებზე ყრია ქვები ხო და მინდა რომ ეგეთი დეტალებიც შევიტანო რადგან რაღაცნაირად უხდება ეხლა განახებთ აი ვიცადეთ ნინო თუ ბარბარე შენ ხარ მუსიკა ისმის აი ნახეთ ეს ხოა რაღაც აი კიბეებზე ყრია ქვები შეხედეთ ვიცა დავაპატარავ რომ გამოჩნდეს კარგად ხედეთ აი აქ ქვებს ხედავთ ხო და ეგენი უნდა დავყარო მეც და რაღაცა დეტალები გავაკეთო რომ უხდება ნახატს ისეთი დეტალების გაკეთება რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით თვალმა არ აღიქვას და ვერ აღიქვავს და აი ნახატის ყურებისას მე ბევრჯერ ყოფილა ესეთ შემთხვევა რომ ნახატს უყურებ შეხედავ რაღაცა ერთფეროვანი ნახატია მაგრამ რომ დააკვირდები რაღაცა დეტალებში კიდე ნახატია და იმდენად საინტერესოა ეს პროცესი რომ ვისაც ეგეთი რაღაცაზე არ დაკვირები ხართ ანუ ხელოვნების და ზოგადად ნახატის ეგეთი სტილის ნახატების აზრი ეგ არის რომ რაც უფრო დიდხანს უყურებ უფრო ახალ რაღაცებს აღმოაჩენ რა გამოცნობანასავით არის და ძალიან მაგარია აბა დაინახეს მუხლებზე დადებული მოლბერტი რა გამომუშავებს რას ვიტანჯებოდი ოღონდ მართლა რაღა სახაზავი და რაღა მოლბერტი რაღაცა სწორად დადებული ჩემს შემთხვევაში სწორად დადებული მოლბერტი არ დატყუთ ხალხო მართლა ისია არ შემიძლია რა ეს ძალიან ვიდეოსთვის გადაღებული ისი დაიდე კალთაზე დახატე სავარაუდოდ ამ მოლბერტს ისე გადავაკეთებ რომ იქითაც ორი ფეხი ხონდეს რომ კარგად იდგეს და არ ითახტახოს ესე კიბის დამუშავების შემდეგ ბიჭის დამუშავებას დავიწყებ და ბოლო იქნება აი ეს დეტალები, თეთრი კოპლებით და თეთრი სილამაზებით და გავაკეთო და ეგ იქნება ბოლო ნახატიდან რომ ამოვაპატარძალე.
რატომღაც ლაივების ჩართვას მირჩევნია ხოლმე გადავიღო ვიდეო. იცი რატო? ნახე წეღარ კომენტარებს რომ ვკითხო, რომ ზოგი გამირბოდა. იმედია არაფერს ერთი არ დამჩა წაუკითხავ. და ვიდეოში კიდე ანუ ვიცი რომ კომენტარი არ იწერება და თან მანდეთ არ მაქვს გული და სული და ყური. და ამას ვაკეთებ და თან თქვენთან ვარ რა და კომენტარებს ვიდეოს შემდეგ წავიკითხო. ასე რომ იცი რა ის ლაივს როცა რთავ პასუხისგებელი უნდა იყო მაყურებელზე პირველ რიგში რომ ის კომენტარს გასცე პასუხი მასთან იყო ურთიერთობაში და როდესაც არ აკეთებ მაგას უხერხულობას ქმნის და წეღარ ცოტა არ იყოს მეუხერხულა რადგან ვერ გაქცევით სათანადო ყურადღებას. ლაივი აიტვირთა არ გაიცი თავის თვითვირთება ხოლმე ლაივი სხვათა შორის. ხო და ისა არ წამიშლია, ვითომ წესით მეორეს ვაპირებდი, მაგრამ ვერ დავაპირე და აკეთე და ჩავარდე ვიდეო. ასეც კარგად გძნობ თქვენთან ერთად თავს. მე მაინც თქვენთან ერთად ვაკეთებ ყველაფერს. ამ ნახატს როგორც კი მორჩები, სურათს გადავუღებ მეთქი ვერ გეტყვი, იმიტომ რომ იცი რა, ეხლა წარმოიდგინეთ ეს ნახატი, რომ დავასველო. პატარა ადგილა, სისველი ეგ მოიცა ეგ ყოველთან. ეხლა დავადებ თიც და მანდედან აღიქვავთ, რას ვამბობ. რატო არ მიყვარს ლაკის გარეშე გადაღებული სურათი იცით თქვენ. იმიტომ რომ ფერები გუაშს აქვს ეგ პრინციპი, რომ შრება ყრთალი ფერი აქვს. და ლაკს რო უსვავ, გუაში იღვიძებს ვამბობ მაგას ხმარობ, იმიტომ რომ მუქდება, ისე გუაში სველ ეფექტს იღებს და ნახატი მუქდება და რაღაცა საოცარი ხასხასა ხდება. ხო და სურათი რო გადავუღო, წარმოიდგინე, ეხლა გამოვა ესეთი სურათი და ეხლა ნახე ლაკით რო გადავუღო სურათი, როგორ იქნება გუაშის ფერი. ეხლა დასველდეს და ეს ადგილი გამუქდება. სველ ეფექტს აიღებს და სხვა იერი აქვს, აი სხვა იერი ხო წვეთი ცუდად და ეტყო. ესე გადავამუშავებ ხელით, აგე? სხვა იერი მაგას შევავსებ და დაიცის ფერი შევავსებ, არა პრობლემა. კვეთრი ფერები გამოვა მოკლედ რა და ასე რომ დღეს ვერ გადავიღებ სურათს. მე ამ სურათს განახებთ დაახლოებით ხვალე დავდებ 12 საათისთვის Facebook-ზე. და რა თქმა უნდა, იმედია YouTube-ისთვისაც მოვახერხებ ვიდეოს გადაღებას. იმიტომ რომ მე ხო თქვენ უნდა წაგიყვანოთ იქა სამგორში. გაიქე გამოიქეთი, ხო უნდა ვირბინოთ. ესე იგი ჩავდივართ მარშრუტკით. ეგრევე მოუწყდებით ადგილიდან და გავვივართ ბაზრის ქვემოთ, სადაც იყიდება ესეთი რაღაცეები. მოუწყდებით და ისევ მარშრუტკაში ვწყდებით. და მე მარშრუტკით მოუწყდებით. მარტყოფის ჰერი. რამდენი იყიდოდე? წეღნარ გითხარი. ლაკი და წებოები მეთქი, რომ ქვები დავაწებ. აი მე ხელი ამიცდა. всё. კიბე მორჩა, კიბეს აღარ ვეხები, ეხლა ვიწყებ ბიჭის საროჭკის დამუშავებას. ცისფერია, ოდნავ ცისფერი დაკრავს ამასაც, იმიტომ რომ ქათქათა თეთრი უნდა იყოს და ცისფერზე თეთრი კარგად ჩნდება. ამიტომ ეხლა შავი კონტურით დავამუშავებ ბიჭის ფერებს, საროჭკის, ანუ მონახაზს და შემდეგ თეთრით. ვისაც გაინტერესებთ ხალხი, ხვალე ნახოთ ერთად რა გამოვა. თქვენთან ერთად მეც მაინტერესებს რა თქმა უნდა. წავალ ახლა გამემშვიდობის მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით კარგად. მე გავაგრძელებ ამას. აბა ჰე